მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიყოფებით სტავროპოლის მხარის კურსკის რაიონში ალექსანდრე კაწაშვილთან, რომელიცაც აქვს თავისი საგზაო სარემონტო ფირმა, რომელიც აგებს გზებს სხვადასხვა რუსეთის რეგიონში, ძირითადად კურსკის რაიონში. და ეს ნამდვილი ქართველი კაცია, რომელსაც საკმაოდ სოლიდური ფირმა აქვს, როგორც ბევრ ქართველს რუსეთში. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. აქ თქვენ უფრო გიცნობდნენ ალე კაწაშვილს, მაგრამ როგორც ქართველებს შევხვდეთ, ცნობილი როგორც ქართველებს ჩვევია, ჩვენ უნდა მაინც გავაცნოთ თქვენი თავი მაყურებელს, როგორც ალექსანდრე კაწაშვილი, რომელიც არის ბალთადან, აქ აგრძელებს თავის მუშაობას. ძალიან წარმატებული ქართველია და მე ეს ძალიან მახარებს, ამიტომაც ორმაგად მიხარია წარმატებული ქართველების წარდგენა. თქვენ ბატონო ალექსანდრე, როდიდან დაიწყეთ აქ დაიბადეთ რუსეთში თუ ჩამოხვედით თქვენი წინაპრები, აი თქვენ შესახებ რო გითხრათ, ჯერ თქვენი შესახებ გვიამბეთ. მე დაბადებული ვარ საქართველოში 1955 წელში. ვიყავი 4-5 თვისი ვარაუდით და რომ ჩემი მშობლები გადმოსახლდნენ, გადმოვიდნენ აქათა. საბჭო კავშირი არსებობდა მაშინა, გოროდ ორჟონიგიძე იყო და სოფელი ბალთაში დასახლდნენ. აი 55 წლიდან 1955 წლიდან ვიყოფები ვცხოვრობ სოფელი ბალთაში. ბევრია ქართველები ხო სოფელში? სოფელ ბალთაში არის ქართველები ვარაუდით 300 კომლია და 85% ვარაუდის ქართველები არიან. და რაოდენობრივად რამდენი იქნება ეს? აი 3000-4 2500 კაცი იქნება რა, მეტი არ იქნება და პატარა სოფელი არ არის. ესე იგი სამხრეთ რუსეთში ალბათ ყველაზე მეტი ქართველი თქვენთან ცხოვრობს, ხო? კი, სამხრეთ რუსეთში სულ ყველაზე კარგი დაჟე ჩვენი სოფელი დაარქვეს. ჩვენ სოფელში მოსახლეობა დიდი რაოდენობა ქართველები და ამიტომ დაჟე ჩვენი სოფელს უწოდეს ეგეთი დასახელება, რომ ცენტრ გრუზინსკაი კულტური სოფელი ბალთა. და თან ცნობილი სოფელია ეს რაღაცა, მან თქვენ ეკლესიაც არის, ანუ სულიერების მიმართულები, ძალიან ბევრი მნიშვნელია. რაღაც ისტორიული სოფელია ეს ბალთა. კი, ისტორიული სოფელია, მე уже მესამე თაობა ვარ ქართველები, ვინც გადმოვიდნენ. ძირითადად საქართველოდანაა გადმოსულები, ლენინგორის რაიონი, დუშეთის რაიონიდანაა გადმოსული ქართველები. ცხოვრობენ დიდი ხანია. პაპა ჩემის მამა გადმოსახლდა და იქიდან ვიცი რომ გადმოცემით. დიდი ხანია აქ ცხოვრობთ. სალოცავებსაც ეხება, სალოცავები არიან, პატარა ნიშები გვაქვს, ჩვენთვის ძვირფასია და დიდებული სალოცავებს ვთვლით. ვერაცხლობის სალოცავი გვაქვს იქა, ბარბარობას ნიშნავთ ისა ქაშვეთობა, ლომისის ნიშა ვაშენეთ ჩვენი ძალითა ჩვენ სოფელში არიან კაი სპეციალისტები, მშენებლები და ჩვენი ძალითა ვაშენეთ ყველაფერი რაც საჭირო იყო, პატარა დახმარება გაგვიწიეს მოსახლეებმა. გასმით მინდა ვთქვა, რომ იქ ოსემაც დიდი წილი მიიღეს, გადმოსული ოსება, საქართველოდან გადმოსახლებული ოსებია, გვარებსაც სომიდან დავასახელო, ძალიან მადლობელი ვართ და ის ლომისის დიდება გონდეს ლომისას, ლომისობა რო არის, ივნისის თვეში არის დღეობა. და დიდი ზეიმს ვატარებთ, მოდიან ბავშვებთან ერთად, მისამე ბავშვები მოყოს სალოცავში, სამთელს ლოცულობთ. იქა მუსიკა, მხიარულობა, მართლობასაც ატარებენ, გუდელი ამოდის, ვლადიკავკაზიდან ამოდის გუდელი და წირვა კურთხას ატარებს და ბავშვებსაც ნათლობთ. და იქ არიან ვარაუდით 1-3000-მდე კაცი იყრეს თავს. ოსები, ქართველები, რუსები, ვისაც სურვილი აქვს მართლმადიდებლები ყველა იქრები და აი როგორც ერთი ოჯახი ისე ვართ ისეთ მილად ჩავატარებთ ხოლმე დღეობას სულ ღვთათველით რომ ჩქარა მოვიდეს. გაიხარ. ბატონო ალექსანდრე, მე რომდენადაც ვიცი, საკმაოდ ისეთი მრავალიშვილიანი მამა ბრძანდებით, 3 გოგო და 1 ბიჭი ყავთ, როგორც მე ვიცი, ხო? კი. სწორია, 3 გოგო. დაოჯახებულები არიან თქვენ? 3 გოგო და 3 გოგო ყავს და 1 ბიჭი და გვარის გამგზელებელი. კი, უმცროსი, ყველაზე უმცროსი. ან კაი ბიჭია, მე გავიცანი ბატონი ალექსანდრეს ბიჭი, თვითონ არის სულვა კამერებთან გამოჩენა, არ მინდაოდა. ესე იგი არ ვიცი, უნიკალური ახალგაზრდა და მართლა ყველა მინატროს ესეთი შვილი თქვენ რო ყავს და მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი შვილების აღზრდისათვის და ესეც ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ აი ეს მომავალმა თაობამ უნდა
შუას კიდე მომავალი, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ, მიმავალები ვართ და მომავალი რჩება ამ ქვეყანაზე და მართლა კარგი ქართველებს ვზდით და კარგი შვილს ვზდით თქვენი გვარის გამგზელებას და დაოჯახებულიც არის ბიჭი, გოგო, ვიცი, ყველა. მადლობთ, ნამდვილად შააკით და მეც მომწონს ამის აქციელი, იმიტომ რომ გიორგიმ დაამთავრა საგზაო უნივერსიტეტი დაამთავრა მოსკოვში. 2 წელი იმუშავა და მე ჩამოვიდა ჩემთან სანახავად რა ზაფხულში და რომ ორი მიგდო რომ მიწკირა როგორ მუშაობთ რამე და მითხრა მამო შეიძლება შენთან გადმოვალ აქ მოგეხმარებ კიდეც და მომწონს აქ რეგიონიო და იმიტომ მადლობელი ვარ რომ ყურადღება მოგცეს სხვა უმისო შეიძლება გაიქცეო და პირიქით და ვერჩი მიდგას და მუშაობს თავარი ინჟინრის ნოვლებას ასრულებს ახლა უკვე კარგი აირთვისა კარგად ეს თქვენი გზას გააგრძელებს მე თქვენ რა თქმა უნდა გააგრძელა კიდეც მე ახლა უკვე პროსა ზედა ფაქტობრივად თქვენ ხანდა შევამოწმებ ხოლმე და კარგად ეხერხება უკვე აირთვისა თან მაიწონს ეგ მიხარია რომ მაიწონს თავად აირჩე გზა გოგოები მოსკოვში მყოფებიან სამწუხაროდ რა ვიცი ახლა უფროს გათხოვილია და მეორე საშუალო და პატარა რა ვიცი იქ არის მოსკოვში იქ დაამთავრეს უნივერსიტეტი დაამთავრეს ასპირანტურა ხარისხი დაიცეს სამივენმა და იქ არიან მუშაობენ უფროსი გოგო სახშია ბავშვები ყავს სამი ბავშვი დეკრეტში და ის ბაბუა მზადებით ეს საშუალო და პატარა მუშაობენ სამშენებლო კომპანიაში მოსკოვში აი ხა მოდი თქვენს კომპანიაზე ვისაუბროთ საგზაო და საგზაო ინფრასტრუქტურას ემსახურება თქვენი ფირმა როგორც ვიცი თქვენ გაქვთ ფირმა რომელიც გზებს აგებს აი გვითხრით როდის დაარსეთ რამ გადაგაწყვეტინათ ეს საგზაო ფირმის გაკეთება რამე გქონდათ თქვენი მამა მუშაობდა ამ მიმართულებით თუ აი რატო გადაწყვეტეთ და თქვენი კომპანიის შესახებ რო გითხრათ რო სიმართლე გითხრა რა ვიცი ახლა შემთხვევით არ ვიტყვი რომ შემთხვევით მოვიდე ეს საქმე მე რო დავამთავრე სამშენებლო დავამთავრე 1984 წელში და გავნაწილდი კომუნისტების დროს ეგეთი ის იყო სისტემა გაგვანაწილეს ულიანოვში მოხდი ლენინის სამშობლოში 3 წელი იქ ვიმუშავე და პირველ დღიდან გზებზე მოხდი გზებზე მუშაობდი და უფრო მემეწონა ეს გზები და მე დაუსწრებელი კიდე დავამთავრე როსტოვის საგზაო უნივერსიტეტი და 40 წელია уже რა 1984 წლიდან სულ გზებზე მუშაობ ვიმუშავე ვლადიკავკაში ვიმუშავე სადაც 15 წელი 7 წელი ვიყავი მთავარი ინჟინერი კავკაზავტოდორი ერქვინა მე 8 წელი კიდევ ხელმძღვანელად ვიყავი დირექტორად იქა მე იქიდან ბიჭები ნაცნობები იყო ოლიმპიადა რომ უნდა დაწყობილიყო სოჭაში დამიძახეს ჩავედი იქა ლეონ ვასილიევიჩ გოგლიძე ცნობილი პიროვნება მაგარი დამსახურებელი მშენებელი რუსეთის მასშტაბით ხო და იმან დამიბარა ჩამოდიო რაღაც საქმეები გვაქვსო და თუ იმდომე ჩავედი მოვიდა მანახ მაჩვენა საქმეები და დავიწყე მასთან მუშაობა 2007-დან 2013 წლამდე იქ ვიმუშავე გავაკეთეთ დიდი გზა გააკეთა აფხოცოჩი დიდი მანძილია ძალიან 4 პალასიანი გზა გავაკეთეთ სუბპონოსი მაგისტრესმა გააკეთა მე ვიყავი გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე პაპრაიზვაცო ეს სუფეხი დავდიოდით და დღე და ღამე მუშაობდით მაგარი მუშაობა იყო და მაგარი საქმეებზე გავაკეთეთ ეს რომ მოვჭით სოჭაში მე ჩამოვედი აქა სახშუნა წასულიყავი და მეგობარი მყავს კურსკოში ვიქტორა ხადელაშვილი ამითხარ რომ წამოდი აქა გზები არა რაღაცებად იქნება რაღაც გვეშველოსო გზები დაიწყო მუშაობა გააკეთა და ერთად რომ სიმართლე გითხრათ ერთად ავდექით აქ საგზაო პატარა სამართლებრივი თქვენი ვიქტორი რა იყო თქვენი მეგობარი პატარა ახალგაზრდობიდან მეგობარი ჩვენი მეუღლებიც დაქალები არიან სკოლა დაამთავრეს ერთად პირველ კლასიდან დაქალებია დაგვიკავშირე მე ჩვენ მეგობრები ვიყავით ისე მოხდა რომ უცაი დები ეგრე მეუღლები არიან ჩვენი თავის ორი დარო ორი ძმამა შეერთოს რა მე გავაგზელენ ემად გააგზელეს კიდევაც ჩვენი შვილებმა ეხლაც ძალიან ახლო არიან კავშირი აქვს ჩვენი შვილებს როცა დები ეგრე არიან კოლიას ბავშვი და ჩემი ბავშვი დაწმანი და კოლია შვილებიცა დღეს ერთმანეთს ვნახა მე უტირით ხოლმე დავაცილებთ ისე მაგრამ უყვართ რა შვილებიც სიყვარული იქამდე მივიდა ბატონი ვიქტორის დამსახურებით დაიწყეთ ამ რეგიონში უკვე გზები იმენა მაგის დამსახურება ეხლა აი ცოტა ომისკენ გადაერთო ქვეყანა და არის შეკვეთები მაინც ტენდერები ამ სამუშაო ტენდერებს ატარებენ თავრობის ტენდერებში მივაქვს მონაწილეობას აღებულობთ და იქ ვაჭრობა მიდის რა ნაკლებ ფასამექნის ისე არის რომ
ფას დავაკლებთ ხოლმე, მეტი გზა არ არის, არა და სამუშაო არ იქნება იმდენი. შედარებით და ეხლა იმ წელს უფრო ვიგრძენთ, რომ ნაკლები სამუშაო აქამდე ერთი ყოველ წელი 10-14 გზას ვაკეთებდით. ვარაუდით, გამოდიოდა 1-30 კილომეტრი გზას ვაკეთებთ წელში, ერთ წელში. მე ჩემთან ეხლა რამდენი გამოდის ეხლა? ეხლა იმ წელს გავაკეთეთ რაღაც 15 კილომეტრამდე გზა გავაკეთეთ. და ეს ტექნიკა თქვენი არის? ტექნიკა მუშახელი და ადგილობრივი? კი, მუშახელი ადგილობრივი არის, ტექნიკას გავეცნობთ ჩვენ ნახავთ ეხლა, ხო? ტექნიკა ჩვენ ყავს გერმანული ტექნიკა ყავს. ძირითადი გვანახებთ ხო ამ ტექნიკას? კი, შეიძლება თუ დრო დაგვრჩათ, სურვილი გექნებათ ნახავთ. სადღაც 1.40 ერთეული ტექნიკა გვაქვს საკუთარი. ეს საკუთრებაშია? საკუთრებაშია ჩვენი და ზავოდი გვაქვს ასფალტის ქარხანა ჩვენი. თავის მასტერსკოიტი, თავის რემონტის სლუჟბა ყველაფერი, რაც შეეხება გზებს. ნუ ეხლა ვერ ვიტყვი რომ მართლა დიდი ფედერალური გზებზე იმას ვაკეთებ, დიდი მოცულობა, მაგრამ ჩვენი მასშტაბიდან რაც ძალები გვაქვს სამუშაოს ნახულობთ და მუშაობთ. ძალიან კარგია. ადრევე კარგია ხელფასები არ აუშავდა შედარებით როგორც ჩვენ რეგიონში. ეხლა სატრამოხოთ არ ჩამემერთოს ჩვენ რეგიონში ყველაზე კაი ხელფასები ჩვენ გვაქვს ეხლა იმ საგზაოში. 50,000-მდეა ხელფასი, 50,60 გასწრება 50,000 $5,000. ანუ მუშახელს $5,000. არა, 5,000 არ 50,500 ანუ გამოდის დოლარი. $500. $500. ხა მეგობრები რაღაც ნათესაობა საქართველოში რომ ჩვენ ძალიან გულით პიოთ და დიდი ნოსტალგია გვაქვს საქართველოში და სულ მივესალმებით ეკლესიაში ვშავდივართ სანტიაგოს მომანტე პირველ სანტიაგოს ხაძღებს ხოცები რომ საქართველოს გაერთიანება საქართველოს ისე საქართველოს დაბრუნებაზე გიფიქრიათ ბატონო? მე მიფიქრე კიდე დიდ სურვილი მაქვს წასვლა და შვილების გულით ვერ მივიდე, იმიტომ რომ გაუჭირდებათ ქართული წერა-კითხვა არ იციან და ანუ თან ადაპტირებულები არიან უკვე აქ მუშაობენ. აქ მუშაობენ რაღაცა და მაგის გულით არ მინდა ეხლა მე კიდე შემოვიდ გულები და ისე ყოველ წელი პაჩტილი გადავდივარ ნაცსობა მამის ხრივა სული ხანყავს ნაცსობა რაიონი კასპის რაიონში ლენინგორის რაიონი იქიდან თბილისში ბევრნაცა დუშეთში ბლომათა ყავს ნაცსე მამაჩემ ხრივა სულ იქიდან არიან იქ არის გასაგები თქვენ საგზაოს გარდა ფერმერულ მეურნეობასაც ეწევთ მარტო მარტო გზის დანიშნულებით მიდიარ და გზებს ფერმერები არა მოდი ახლა გადავინაცვლოთ თქვენს კომპანიაში და იქ უკვე გავაცნოთ მაყურებელს თქვენი ისა. კი ბატონო. ეს არის თქვენი საწარმო, როგორც მე ვეტყვი ბატონო ალექსანდრე, აი აქ თქვენ აკეთებთ, აი აწარმოებთ თქვენ ამ ასფალტს, ხო? რო გითხრა, აგვიხსენით, აი რაღაც ცირე ექსკურსი რო ჩაგვიტაროთ. ასფალტი მასალა გვაქვს მოტანილი მასალა, სამი რაოდენობა. ქვიშა გვაქვს აქ სკლადებზე გვაქვს შემოტანილი მასალა, ასფალტის მასალა. აქ ზავოდია, ქარხანაა ასფალტის ზავოდი, აქ იხარშება ასფალტი და აქედან გადის ობიექტებზე ასფალტი. ჩვენი მანქანებით. ანუ მასალა აქ არის მოტანილი. მასალა აქედან კეთდება. კი, აქ აკეთდება ასფალტი და აქედან მიდის. აჰა. ეს ინერტული მასალა არის, ხო? ამის გამზადდება ეს. კი, აქედან მასალა ყიდულობთ ჩამოგვაქვს ბიტუმი, ინერტული მასალა. და ზავოდი ჩვენი ზავოდი ამუშავებს ასფალტს ვაკეთებთ და აქედან მიგაქვთ მერე ვინც კუშკი ობლასტში ხო? კი, რაიონში. კუშკი რაიონში შეგაქვთ აქედან. კუშკი რაიონში შეგაქვთ და მერე აქედან უკვე ნაწილდება ამ მანქანებზე რომელსაც ვნახავთ ახლა. და ესეთი მარტო ესეთი ერთი საწარმო გაქვთ თუ კიდე არის რა? არა, ერთია და საკმარია ერთი საწარმო არის. აჰა. ყოფნის ეს პრინციპში ამის მონტაჟი ხდება, ხო? ეს თუ გინდათ გადატანა, ამას გადაიტანთ, ხო, ამ საწარმოს. ესე იშლება, ხო? იშლება ხოლო თუ ისე არ არის ესეთი მობილური არ არის. ეს სტაციონარულია, არ გადაგვაქვს, არც არის საჭირო აქ. სადაც 170 კილომეტრია ყველაზე დიდი მანძილი. ეს რუსული არის თუ რამე უცხოური? რუსულია. კი, რუსული. რუსულია, ო. გასაგებია. რუსული ის არის ქარხანა. და რამდენი კაცი ყავთ დასაქმებული თვითონ აი ამ საწარმოში? აქ საწარმოში 40-მდე არის ადამიანი, 40 მუშაა ხელი. აჰა. მუშები, ეს მექანიზატორები, შოფრები, ხელის მუშები. თვითონ გზის დაგების დროს რამდენი ადამიანი 40 კაცი მუშაობს? არა, გზის დაგების ბრიგადა არის 5-6 კაცი. აჰა. ემსახურება ასფალტობლაჩებს. აი ეს ხა ბოტანილი რო გაქვთ, აი ეს რა არის ძველი ასფალტი? ეს ძველი ასფალტი ავიღეთ, ხო, გზებიდან რო ვიღეთ ძველი ასფალტსა, მოვაგდა მე დავუმუშავებთ და მაგას აბუჩინებზე იმაზე დავხვდეთ და აი ეს ლატკებზე აკეთებთ, ხო? არა, ლატკებზე არა, აბუჩინებზე დავხვდეთ და აბუჩინა რა არის? აბუჩინა გზის სანაპირები.
ნაპირები. გზის ნაპირები. და იქ დააყვეთ და მე კატოკი დააკატა იმ ხოლმე და იმაში ვიყენოთ. გასაგებია. ეს თლიანად თქვენი საკუთრებაშია ეს ეზო, ხო? და ეს არის აღებული თქვენი. ეს ზაპრავკაა ჩვენი აქ. საწვავებიო აქ. მოვიყიდულობთ. ჩვენ ტექნიკას ვაზაპრავკენ ადგილზე. გასაგებია. ეს რამდენი ხანია რაც აქ აი აქ დამკვიდრებული ხარ თქვენ აი ამ ადგილას? თითქმის 20 წელია 2006 წლიდან ვარ. ეს 2000. და ეს შენობები იყო თუ თქვენ დააშენეთ? არა, იყო ეს შენობები, დანგრეულები იყო და შავარემონტი. რეაბილიტაცია გავუკეთ და საგზაო იყო აქ თავის დროზე. საგზაო იყო სოფლის მეურნეობის იმებს კოლმეურნეობის იმებს ემსახურებოდნენ. ანუ თქვენ შეისყიდეთ და მე გაარემონტეთ. კი, შავისყიდეთ და გავარემონტეთ. ტექნიკა პაჩერათი არ იყო. აქ იყო 1-3-4 ერთეული დარჩენილი ძველი ტექნიკა იქ. განან ისინი არც აქვს მაროთ უკვე. ხელმარცხინք. ეს ძველი ტექნიკა. აი ეს ახალი ტექნიკა ვაჩვენოთ. აი ამ მანქანებით მიგაქვთ ასფალტი, ხო? კი, ეს მანქანები ვაგე. ჩვენი მანქანებია კამაზები, შახმანები. აქ კიდევ მიწისათხელი ტექნიკა დგას, საგე ეს ბაგურშიკები, ესკავატორები, ნავეში. ეს ექსკალატორები ამითი კი, ემეთ მიწისამუშავებს აწარმოებენ, ეს ორი ესკალატორია, ბაგურშიკები ყავს 3 ბაგურშიკი და დანარჩენი ტექნიკა აქ დგასა და ასფალტი უკლა. ეს რამდენი ერთეული არის მანქანა? 10 მანქანა აქ. ის რაღაც შეცაღლი ხორი ხდება. არა. ის ბოდიშტა, ეს მანქანა რომელიც აი ახლა ეს ორი მანქანა რო არის ლურჯი, ეს რუსულია თუ შახმანები აქ და ეს ჩინურია. ჩინურები არის, ხო ეს ჩვენთანაც ხმარობენ. კი, ჩინურები. ესენია რუსულები, აი კამაზები და გერმანული ტექნიკა ასფალტ დასაგებად და იქ ანგარი გვაქვს, დიდი ანგარია და იქ შავაყენით, იმიტომ რომ სეზონი დამთავრდა, იქ არის ტექნიკა. კატოკები, ასფალტა უკვლაჩკი. ეს საკუთრებაში ყავთ ხო ეს ავტომობილები? ეგენ აქ რაც არის საკუთრებაში. აი ეს გზის დამგები მანქანა უკვე, ხო? ეს ძველია ეს, რეზერვში მიყენია ეგ უბრალოდ. ეს დაახლები საით? ახალი იქ არის მასტესკოიში აყენია. ბოქსებში ყავთ არემ. ეს ძველია ეს. ეს პაგურში კი ახალია ეს ესკავატორიც ახალია იტალიური ეს. და ის თვითონ იმას ვერ გადავიღებთ იმ? კი. სადა? ტექნიკას იქ არის ანგარიში. შეიძლება რომ შევიდეს. როგორ არა? აი ეს მანქანები არის, ესე იგი ეს მანქანები არის ისინი რომ მასალა მოსატანად მასალა და გზასაც აქ იმაშვებით, ხო? გზასაც კი. ეს დიდი ტრაილერები ყოლიათ აქ რა. ხო არის ის ტექნიკის გადასაზიდიც აყავს, ახლა ხაზია მუშაობს ის აი. ტექნიკა რომელსაც გადაყავს გუსინი. სად უნდა წავიდე? ეს რა შენობა? ეს კანტორია ჩვენი ოფისი. აქ შავარემონტი აქ არის თქვენი ადმინისტრაციული შენა. აქ ახართ გალაგებული, ხო? ხო. აი მართლა მიხარია რომ ქართველი კაცი ასე ძლიერად არის, ფეხმოკიდებულია და ხან ერთმანეთს რო ეხმარებით, აი ყველაზე უფრო იცი რა მიხარია, თქვენ აქ მოხდით ბატონი ვიქტორმა მიგიწვიათ. რომ აქ ჩამოსულიყავით და დაგეხმარათ მე როგორც ვიცი. ჩამოდივით ამ გზები ამერკა და ისე მაიხდა მართლა. დამკვიდრით მე აქა. და ისე დემთხრა მართლა რომ გზების შენობა დაიწყეს, ფული გამოყვეს და მთელი გზები პაჩი ჩვენ მოგვიწია. გასაგებია. სადაც 1.70 გზა გავაკეთეთ ეს 10 წლის განმავლობაში. ეს აქ არის ხო ის ისა? მასტერსკოი აქ სარემონტო მასტერსკოი აქ. არა ის მანქანა აქ არის. მანქანები იქ დგანან. ზის დასაგები? კი, ხო დავაღებ. ზის დასაგები აი იქ არიან აი. ეს არის ეს ზამთრის ისა მარილს ვაღრით გზაზე. როცა თოვლი მოდის წმენდა თოვსა გზებიდან და მარილს ვაღრით. შედენი ქვია. კომბინირონი გავჩეკვეთები ამისიც ხო? კი, რა. ისამე გვაქვს დაგავალი გვაქვს აკეთებული ადმინისტრაცია. ეს კიდე კორეული მანქანა, ეს 300 რემონტზე აყენია. აი ეს არის ასფალტაგულაჩი. ასფალტი დამგები აი. მიდის პროცესი მუშაობის. ხო, მამზადეთ ახლა სეზონით ვემზადებით რემონტებს ვაკეთებთ ახლა რომ სამუშაოები დაგვიმთავრდა სეზონი დამთავრდა. ეს არის გზის დამგები, ხო? ეს არის გზის დამგები, კი. გასაგებია. ძალიან კარგი. თბილი ბოქსი აქვს, თბილად მუშაობენ, სვარში კი ყავს. ტოკარი ჩვენი, ყველაფერი ჩვენი ის არის. ძალიან შვენია და აქ არის მანქანები, ხო ეს? აქ არის კატოკები არიან, აქ ასფალტის ისა დამტკეპელი რომელიც არის. ეს არის გრუნტოვი კატოკი ეს. მიწის იმასა და ბალას აკატაემში. ეს არის ძიმე კატოკი 25 ტონიანია. ესენი კიდევ ასფალტის კატოკებია, ეს სამი ცალი. ის ჩინურია, ორი არის გერმანული ესენი მომაგრე. ის არის ჩინური. იქით რო დგას. ეს ვანახოთ აბა ეს. ეს ინგლისური ეს.
ესაც ეს არის ყველაზე ძლიერი, ყველაზე დიდი გატოქი. მაგრამ მე როგორც ვიცი დაიწყეს რუსებმა ასეთი წარმოება უკვე ხო რა თქვენ ახლა აი მე ვიქტორმაც მითხრა იქ ვიჯექი მე იმ ამერიკულ იმაზე ვიჯექი მანქანაზე და მითხრა რომ მაშინ რო არ უშვებდნენო რუსები და ეხლა დაიწყეს გამოშვებაო და ეხლა ამების გამოშვებაც დაიწყეს უკვე ხო? იმასაც ისინი არა ნაყიდია იმენა ისალგარეთ შემოტანილი ეხლა ცოტა რო გაჭირდა სიტუაცია ჩვენემაც დაიწყეს уже ანუ ასეც უკვე რუსულს იყიდით თქვენ რომ დაგჭირდებათ ხო? კი ან რუსული ან ჩინური ხშირად მოდის. ემბლემა საბჭოთა კავშირი არსებობდა მაშინ საგზაო სამართლებისა სულ ეს ემბლემა ყოდა ეს ქართული ის არის და რას ნიშნავს სუმოკო? არა ეს ჩვენი ის არის ეს ემბლემა თავად ეს გზა ნახაზი ეს შავი ნარჩუნე და ეს წავაწერე обществоограниченное ответственность дорожно механизированная колонна. თვითონ ეს ქართული ემბლემა. თასეთ ემბლემა ეს რო დაინახოთ საქართველოში სოსო მაგარახიძე როინა იქ ჩემი მოგოერობის როინი. უჩაური რო დაინახამენ ეს ემონებად შავი ნარჩუნეთ რუსეთში გვაქვს ეს ქართული ემბლემა. ავაგზელეთ საგზაოს ემბლემა ეს. ძალიან კაი. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო ალექსანდრე ძალიან შტაბ-შტაბი რაღაცა არის იმიტომ რომ ქართველი კაცი აბშუაგულ რუსეთში კურსკი მხარეში სტავროპოლში რომ აი ეს ძლიერად დგას ეს არის ჩვენთვის და ქართველებისთვისაც სააბაყო იმიტომ რომ არ ვიცი ევროპაში ხალხი დადის მე ყველა პროფესიას პატივს ვსავცე მაგრამ დადიან მოხუცების მოვლენებად და არიან ხა კი 1-2 გამონაკლისი არის იმ ევროპაშიც რომ არის რაღაც წარმატებული ბიზნესმენები მაგრამ ასეთი მასშტაბის ასეთი მოცულობის ბიზნესები როგორც რუსეთში ქართველობას აქვს არც ევროპაში და არც ამერიკაში აქვს დარადულებით შეიძლება თქვა და წარმატებებს გისურვებთ მადლობთ კიდე გაფართოებულიყავით და მალე მოსკოვში დაგეგოთ გზა ცენტრალურ გამზირებას საქართველოში მე ინტერესება ჩამოსვლა საქართველოშიც გვემუშაოს კი ბატონო საქართველოშიც და რუსეთის დიდ ქალაქებში და გახარებული მზადდებოდეთ თქვენ სლავას ოჯახთან ერთად და გახარებული წარმატებები ყოფილიყოს დიდი მადლობა